ხატვად დავიწყე დაახლოებით 6 წლის ასაკში. ერთგვარად დღეს რატომღაც მომიდა, რომ მე ყიდა ტილო საღებავები და მე სწავდი და ვიყიდა ტილო საღებავები და სანამ ხატვას დავიწყებდი, უცებ მეღვი რომ არაფრის აზრზე არ ვიყავ. და მეც რაღაცა დავიწყე კუბიკების დახატვა და გაფერადება და ეს შედეგი იმდენად კარგი იყო და იმდენად სასიამოვნო იყო ეტყობა, რომ ბევრი ადამიანის და ჩემი ახლო გარემოცვის ყურადღება დაიმსახურა და მიბიძგეს ყველანაირად რომ გამეგრძელებინა ეს საქმე. რაღაც უცებ ძალიან გაურკვევლობაში 16 წლის ასაკში ვიპოვე შემთხვევით ჩემი საქმე, რაშიც თურმე ასე თუ ისე კაი ყოფილა რა. ადრეულ ასაკში დაწყებულმა უბრალო გატაცებამ სანდრო ჩაჩხიანის ცხოვრების მთავარი გზა განსაზღვრა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა სპონტანურმა ინტერესმა ნელ-ნელა მიზნის ფორმა მიიღო. ის რაც თავიდან უბრალო ცნობისმოყვარეობა იყო, დროთა განმავლობაში ახალგაზრდა მხატვრის თვითგამოხატვის მთავარ საშუალებად იქცა. ყველა აღნიშნავდა იმას, რომ ყველასგან განსხვავებული, ინდივიდუალური და არაორდინალური სტილი მქონდა. რაც ჩემ ნახატებს სხვა მხატვრის ნახატებისგან განასხვავებდა. ხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი კარგად ყოფნისთვის და ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ხანდახან, როდესაც რაღაც უსიამოვნები მაქვს ცხოვრებაში, სულ მუდმივად ხატავ და ტილოზე გადმომაქვს ეს ყველაფერი რაღაც ორნამენტების და სხვა ფიგურების სახით. და ამ ყველაფრის პერიფრაზი სრულად მხოლოდ მე ვიცი. მისი ნამუშევრები მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებები არ არის. ისინი ავტორის ფიქრებს, განცდებს და ემოციებს ინახავს. თითოეულ დეტალში იგრძნობა დრო, რომელიც მხატვარმა საკუთარ თავთან დიალოგში გაატარა. როგორც თავად ამბობს, მისი ნამუშევრები იმ უხილავ შინაგან პროცესებზე გვყვება, რომელსაც ადამიანი ხშირად სიტყვებით ვერ გამოხატავს. ხატვის პროცესი ესე არასდროს არ მოხდეს ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ხატვას ვიწყებ, რაღაც სხვა რეალობაში და სხვა განზომილებაში გავდივარ. და ყოფილად რომ როდესაც საერთოდ დამიკარგავს დროის აღქმა. ყველა ჩემი ნახატი არის, რავი, ქმნილებასავით რა, შვილი როგორც უყვარს, ისე მიყვარს ყველა ნახატი. ზოგ ჩემ ნახატში საერთოდ არ დევს რაღაც განსაკუთრებული აზრი და უბრალოდ ამ ნახატების ღირსეული არის ვიზუალში. მაგრამ ზოგ ნახატში არის ღრმად ჩამალული აზრი და სიმბოლიკა, რომელიც რაღაც ამბავს ყვება. აი სიტყვას ჩემ შეხედულებებზე, შთაბეჭდილებებზე და ასე შემდეგ. ჩემს გამოფენაზე მქონდა გაკეთებული პატარა აღწერები, რაღაც შემოკლებული აღწერები ნახატებისთვის, რათა დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ქონოდა, რომ კარგად გაიანალიზებინა ჩემი ნახატი. მაგრამ ხანდახან ზოგ ნახატზე საერთოდ არ მინდა, რომ ვინმე მიცოდეს ამ ნახატის შექმნის მიზეზი. რეალურად რაღაც ნახატებზე ეგრე მირჩევნია რა. არ მინდა რომ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი ამ ნახატზე ინფორმაცია და მინდა რომ ყოველთვის ჩემთან იყოს. ხატვის მიზანია თითოეულმა ადამიანმა შეძლოს მათში საკუთარი ისტორიისა და განცდის ამოცნობა. სწორედ ამიტომ სანდრო ჩაჩხიანის ნამუშევრები სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ ემოციას იწვევს. როგორც ახალგაზრდა ხელოვანი ამბობს, მისი თითოეული ნამუშევარი სარკეს გავს, სადაც ყველას საკუთარი თავის დანახვა შეუძლია. მგონია რომ ხელოვნება არის თავისუფალი და რასაც გინდა იმას გააკეთებ და არავის საქმე არა, ეხლა შენ საღებავით დახატავ, ცარცით დახატავ თუ რა ტალახს წაუსმე და ისე დახატავ. ხატვის პროცესში ხანდახან ვარ ხოლმე აი სრულად გათიშული. შეიძლება აი დაახლოებით 40 წუთი უბრალოდ ვიჯდე და ვუყურო რაღაცა პატარა დეტალს და მე მივხვდი რამე მიუმატო, არ მიუმატო. ძირითადად სანამ დავხატავ ხოლმე რაღაცა მონახაზი ტვინში მაქვს, მაგრამ რაღაც ინტერპრეტაციებით მე ვამატებ და ვამრავალფეროვნებ შემდეგ სტილს. როდესაც ვამთავრებ უკვე მთლიანად ნახატს, აი ხანდახან საერთოდ არ მომწონს ხოლმე რაც დავხატე და აი გადაგდებაზეც ვიქნებ. აი რამოდენიმეჯერ ტილო დამიჭრია კიდევაც სულ დამთავრებული რომ მუსისაც ძალიან ბევრი დრო დამითმია, იმიტომ რომ არ მომწონდა. ვაპირებ რომ კიდევ ერთი კარგი გამოფენა გავაკეთო თბილისში და იმის შემდეგ გამოფენები მინდა რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ვცადო და გავასწნო ხალხს ჩემი შემოქმედება. მზად ვარ გავასწნო ჩემი თავი და ჩემი ნახატები სხვა ქვეყნის ხელოვნების მოტრფიალებს. ესე ვიტყვი მაღალ ფარდანად. მე მგონია რომ აი დღეს შესაძლებელია რომ დაფასდეს ყველანაირი ხელოვნება. იმიტომ რომ აი ეს უფრო დიდი დრაივი არის რა, მოდის ადამიანი და ძალიან რომ მოწონს რაღაცა, ეს ხო ესეც რაღაც კრეატივის ანარეკლი არის, ანუ გამოდის რომ ის რაც სულში გაქვს შიგნიდან, აი ეს ტილოზე რომ გადმოგაქვს, ეს ვიღაცას მოწონს. და მინდა რომ ჩემი ყოველი გამოფენა იყოს წინაზე უკეთესი და აი ყველაფერს გავაკეთებ რომ ეგრე იყოს.